გამოცდილებისა მოგესალმებით. ჩემი თანდასწრებით აქ სტუდიაში პირველად ხარ და ნამდვილად საერთოდ პირველად ვარ დღეს სტუდიაში ასე დაემთხვა, იმიტომ რომ ზოგადად პირველად. კი ბატონო. მიხარია რომ ისეთ ადამიანთან ერთად არის ჩემი სტუდიის პრემიერა, რომ ნამდვილად ღირდალოდენი აქ მოსვლა. კი, და ჩვენ ძალიან გვიხარია რომ ხართ ჩვენთან ერთად. მადლობა. დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ დღევანდელი პიანისტის დღიურის სტუმარს, უნიკალურ მუსიკოს, არაჩვეულებრივ ადამიანს და უნიჭიერეს დირიჟორს ომარ ბურდულს. ომარ მოგესალმებით, მადლობა რომ ახსნით. პირველ რიგში მოლოცვით დავიწყებ, სულ რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა შედეგები კონსერვატორიის კონკურსის და შენ ასისტენტ პროფესორის პოზიციიდან გადაინაცვლე ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე. მიხარია რომ შენი 8 წლიანი მოღვაწეობა კონსერვატორიაში ახლა უკვე შემდეგ ეტაპზე გადადის და მოდი ამ ნაწილზე ვისაუბროთ პირველ რიგში. არაერთი საინტერესო პროექტის განსაკუთრებით სასიხარულო და საამაყო ქალთა გუნდი მომდევნო წუთებში ვისაუბრებთ ასევე ეროვნულ სასახლეში ახალგაზრდულ კაპელაზე. როგორი არის შენი დამოკიდებულება სტუდენტებთან, როგორი არის შენი გამოცდილება კონსერვატორიაში და რაც უნდა ველოდოთ შენგან მომდევნო წლების განმავლობაში? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის, ჩემთვისაც პატივია რომ ასე დაემთხვა შენი დებიუტი. რა შემიძლია თქვა? წლების წინ იყო მომენტი, როდესაც უბრალოდ ვოცნებობდი ამ შენობაში სწავლაზე, კონსერვატორიის ჩაბარებაზე და დღეს უკვე აი იმ გადასახედიდან ამ წლების განმავლობაში ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, საპასუხისმგებლოა, რომ უკვე ასოცირებული პროფესორის რანგში მექნება ურთიერთობა სტუდენტებთან. ეს არის განსაკუთრებული ჩემთვის. ახსენე უკვე 8 წლის განმავლობაში ასისტენტ პროფესორი ვიყავი, მქონდა უკვე შესაძლებლობა მემუშავა სტუდენტებთან, მაგრამ ახლა უკვე სხვა დამოკიდებულებით და სხვა გააზრებით ალბათ სწორიც უნდა იყოს, ასე უნდა იყოს. ვიქნები გამსჭრელი სტუდენტების წინაშე. მინდა მადლობა გადაუხადო იმ ადამიანებს, ვინც ამ წლების განმავლობაში ხვდებოდნენ ცხოვრებისეულად, რჩევის სახით თუ ცოდნის გადაცემის მიმართულებით. მინდა მადლობა გადაუხადო ზოგადად ცხოვრებას, ღმერთს, რომ შემხვდნენ ასეთი ადამიანები, რომ მოვედი და დღეს უკვე ამ პოზიციაზე ვარ. ეს არის ჩემთვის როგორ გითხრათ, ყველაფერი, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ამ საქმით ვარ დაკავებული და ძალიან მიყვარს ეს საქმე და ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. ნამდვილად ასეა, შენი ყოველი გამოჩენა სცენაზე თუ სტუდენტებთან არის სწორედ აი ამ სიყვარულის ხაზის გატარება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 34 წლის ასაკში შეძლო შენი ძალიან დიდი გამოცდილება გაუზიარო ახალგაზრდულ ენაზე მომდევნო თაობას. ეს კიდევ რაღაც ცალკე მაგიაა და აი ამას ყოველთვის ვხედავ ხოლმე, როდესაც შენ ხარ სცენაზე არაჩვეულებრივ ქალბატონებთან ერთად, ქალთა გუნდთან ერთად, რომელსაც უკვე 12 წელი შეუსრულდება ოქტომბერში. ჩვენ პომპეზურად აღვნიშნეთ 10 წლის იუბილე ჯანსუქახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში. მოდი აი ამ არაჩვეულებრივ კოლექტივზე ვისაუბროთ, რომელიც პრინციპში მხოლოდ იდეის დონეზე იყო, საკმაოდ ბევრი დაბრკოლება და ბარიერი გადალახეთ, მაგრამ დღეს უკვე შეიძინა ამან ძალიან მნიშვნელოვანი სახე, მნიშვნელოვანი ადგილი ქართულ და არა მხოლოდ ქართულ რეალობაში. თქვენ მართლაც ქმნით წარმოუდგენელი ხარისხის მუსიკას. როგორი არის გუნდის ისტორია და რას უნდა ველოდოთ ასევე უახლოეს მომავალში? 10 წლის იუბილე ახსენე დათუნა და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადო, რომ იმ დღეს გაგვილამაზე ჩვენ ეს დღე იყავი წამყვანი ამ კონცერტის. რა შემიძლია თბილისის ქალთა გუნდზე ვთქვა? ძალიან რთულია ხა ამ დროში ჩავატიო 12 წელი, მაგრამ ალბათ ასე ვიტყვი. ეს არის გუნდი, რომელსაც ყველაფერი მივეცი და რომელმაც ყველაფერი მომცა. ასევე რასაც გავცემდი აბსოლუტურად მიბრუნებდა, იმიტომ რომ ეს არის კოლექტივი, რომელ კოლექტივთანაც შევძელი მე თავის რეალიზება, შევძელი დამენახებინა საზოგადოებისთვის, მუსიკოსებისთვის ბევრი რამ და ასევე ამ კოლექტივის საშუალებით დამინახა, გამიცნო სხვა ადამიანებმა, რომლებმაც შემდეგ ისურვეს ჩემთან თანამშრომლობა და ნამდვილად ალბათ ორი სიტყვით ასე იქნება. არის კოლექტივი, რომელსაც ყველაფერი მივეცი და რომელმაც ყველაფერი მომცა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მე მინდა მადლობა გადაუხადო აუცილებლად კულტურის სამინისტროს და პირადად თინათი რუხაძეს, რადგან 11 წლის მანძილზე ეს გუნდი მუშაობდა ენთუზიაზმზე და 11 წლის შემდეგ მოხერხდა, რომ
სტაბილური ფინანსური მხარდაჭერა გამოცხადებული იყო სახელმწიფოს მხრიდან და ეს ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევს ჩვენ უკვე დაგეგმილი გვაქვს ღონისძიებები მომავალ წელს, რომელსაც ჯერჯერობით არ გავაჟღერებ, რადგან ეს არ არის დამოუკიდებლად ჩვენი კონცერტები, ეს არის ფესტივალის ფარგლებში და როდესაც დრო მოვა გავაჟღერებთ აუცილებლად, მაგრამ გვირდებით რომ ძალიან დატვირთული და ნაყოფიერი წელი საკონცერტო წელი გვევლდება მომავალ წელს. დაწესებული ვარ, ასე იქნება წარმატებებს გისურვებ და სწორედ აი შენი გამოცდილება ქალთა გუნდის ჩამოყალიბების ეტაპებზე და შემდეგ 12 წლის განმავლობაში, ასევე შენი გამოცდილება როგორც პედაგოგი და ახლა უკვე ფანტასტიკური დაგვირგვინება ეროვნული სასახლის ახალგაზრდული კაპელა. ვიდრე კაპელაზე ვისაუბრებთ, მინდა სულ მუსიკალური კითხვა დავსვა. რთული კითხვა, თუმცა ალბათ მარტივად შეიძლება პასუხი. რა არის ის მთავარი, რაც უნდა ქონდეს დირიჟორს? ჩვენთვის დიდი პატივი და დიდი სიამოვნება იყო რამდენჯერაც მე შევიგზენი, როდესაც შემეძლო თქვა როიალიდან მე დირიჟორა. არის რაღაცა ენით აღუწერელი მაგია და ჯადოსნობა, რომელიც იქ ხდება. გარდა იმისა, რომ გამოცდილება უნდა ქონდეს, გარდა იმისა, რომ შენ უნდა იყო აბსოლუტურად თავში დარწმუნებული, შენი მიდგომა როგორი არის მაშინ, როდესაც მიდიხარ სადირიჟორო პულსთან და იწყებ ნაწარმოების არქიტექტურის აწყობას. ეს არის უხილავი ენერგია, რომელიც ზემოქმედებს ადამიანზე სულიერად. ასე ვხედავ, იმიტომ რომ ყველა მუსიკოსი, რომელიც გუნდში დგას, არ შეიძლება ერთნაირი იყოს, ერთნაირად ესმოდეს, მაგრამ შენ უნდა მოახერხო, რასაც შენ გასცემ, იმაში დაარწმუნო, მოაწონო და შემდეგ გიპასუხოს. ისე როგორც შენ გესმის. ეს არის ალბათ მარტივად რომ ახსნათ, ეს არის ენერგია, რომელიც ზემოქმედებს ადამიანზე. სამი ტიპის დირიჟორი არსებობს. ერთი, რომელმაც ზუსტად იცის რა უნდა რეპეტიციის დაწყებამდე, მეორე, რომელიც ენდობა კოლექტივს და იქ მათგან იღებს დახმარებას და მესამე, რომელიც პრინციპში პროცესში ქმნის. შენ რომელი ტიპის დირიჟორი ხარ? მე ვფიქრობ სამივე, იმიტომ რომ მივდივარ, ვიცი რა მინდა, შემდეგ გამოჩნდება პრობლემა და შეიძლება გუნდმა მიპასუხოს ის, რაც მე მინდა და იმ ძიების პროცესში ჯერ არ ვიცოდე, მაგრამ გუნდმა მიპასუხოს ისე, რომ მიმახვედროს და მესამეც შეიძლება იქვე დაიბადოს რამე სიახლე და დაიწყო მუშაობა. ერთი ძალიან ცნობილი ანეკდოტია, როდესაც ბერნშტაინის და კარაიანს შორის კონფლიქტის შესახებ ბევრი ჭორი დადიოდა. კარაიანმა თქვა, რომ მე ღმერთი დამესიზმრა გუშინ და მითხრა, რომ შენ საუკეთესო დირიჟორი ხარო და ბერნშტაინმა უთხრა, რომ მე არ მოსულვარ შენთან სიზმარში გუშინ ღამე ნამდვილად და ეს ძალიან დიდი საკუთარ თავზე წარმოდგენა არის ერთი მიმართულება და შენ შემთხვევაში ეს რაღაც კიდევ სხვა ძალას იზენს შენი თავდაბლობა, შენი თავდადება საქმისადმი და იგივე უკუპასუხი ახლა უკვე ახალგაზრდული კაპელისგან, იმიტომ რომ როდესაც პირველად დავესწარი თქვენს რეპეტიციას ეროვნული სასახლის ახალგაზრდულ კაპელას გულისხმობ, თითოეული წევრი და საკმაოდ დიდი კოლექტივია, ქალთა გუნდზე ბევრად უფრო დიდი შემადგენლობა, ხო, არ მინდა რიცხვი შემეცალოს. ამჟამად 55 ადამიანი დაარწმუნო, აიოლიო და შენ ამასობაში იყო თითქოს უხილავი. მათი თვალები და მათი ჩართულობა, როდესაც შენთან ერთად ასრულებდნენ აი ზუსტად იმ პირველ რეპეტიციაზე, რომლის შემდეგაც თქვენი დებიუტი წარვადგინეთ. როგორი არის მათთან ურთიერთობა, როგორი არის აი ამ ახალი ძალის შეკვრა და მე კი ვიცი, რასაც უნდა ველოდოთ ერთად გავაჟღეროთ, მაგრამ მომიყევი ახალგაზრდულ კაპელის შესახებ და აი ამ იდეის შესახებ. პირველ რიგში იდეა საიდან წამოვიდა აუცილებლად უნდა ვახსენოთ, იმიტომ რომ ამ იდეის ავტორი და ყველაფერში დამხმარე იყო ასევე ჯერ კიდევ სასახლის დირექტორი თინა თინრუხაძე, რომლის სურვილიც იყო, რომ სასახლის ყოლოდა კაპელა და მე ამ იდეას და სურვილს, ასე თქვა, შევასხე ხორცი. შემდეგ უკვე ქალბატონი ნინა ყიფიანი, რომელიც ასევე დიდი ენთუზიაზმით გვიდგას მხარში, მასაც მადლობა, რა თქმა უნდა. რაც შეეხება ახალგაზრდულ კაპელასთან მუშაობას, განსხვავებულია, რადგან თბილისის ქალთა გუნდი, როდესაც ჩამოყალიბდა, მე ჯერ კიდევ მათთან ერთად ვიზრდებოდი და ამ შემთხვევაში უკვე გამოცდილება ბევრ ამას მაძლევს. წინასწარ ვიცი უკვე რა უნდა გავაკეთო, როგორ უნდა ჩავატარო რეპეტიცია, რა პრობლემა შეიძლება შევხვდე, გამოცდილებას ბევრი რამე მოაქვს. ამიტომ ამ შემთხვევაში ახალგაზრდულ კაპელასთან ბევრად უფრო მიმარტივდება მუშაობა, ვიდრე ქალთა გუნდთან, იმიტომ რომ მაშინ მეც ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, ეს კოლექტივი რომ ჩამოვაყალიბე და ასე ვთქვათ, ამ კოლექტივთან ერთად ვიზრდებოდი. ახალგაზრდულ კაპელასთან სხვანაირად არის და გამოცდილების ხარჯზე
ბევრად უფრო მარტივი არის. მარტივი არის, მაგრამ ასევე არის ძალიან მრავალფეროვანი, საინტერესო და დარწმუნებული ვარ, დიდი ფეიერვერკების მოლოდინი უნდა გქონდეს. ასევე პარალელურად ჩვენ ხარ სასახლეში ჩვენთან მუსიკალური მიმართულებების ხელმძღვანელი და ძალიან ბევრი რეფორმა არის გასატარებელი, რა თქმა უნდა, ჩვენ სექტემბერში, როდესაც გავიხსნებით, აუცილებლად უფრო მეც ვისაუბრებთ, აუცილებლად გვესტუმრება ომარი კლავაც გადაცემაში და მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს ერთობლივ პროექტებს, ვიცი რომ ოქტომბერში პომპეზურად აღნიშნავთ ქალთა გუნდის 12 წლის იუბილეს და რაც თავარია, სწორედ ახალგაზრდული კაპელა, ასევე გია ანჩელის სახელობის ახალგაზრდული ორკესტრი და ის ახალგაზრდული ძალა, რომელიც შემოვიდა ახლა უკვე ეროვნულ სასახლეში, ნინა ყიფიანის ხელმძღვანელობით და ჩვენი ერთობლივი ძალებით დარწმუნებული ვარ, ბევრ საინტერესო რამეს შევთავაზებთ მსმენელს. მინდა წარმატებები გისურვო. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად იყავი და ველოდებით სექტემბერს, ოქტომბერს, ნოემბერს განსაკუთრებით. ომარ ბულბული გახდათ დღევანდელი პიანისტის ღიურის სტუმარი, წარმატებებს გისურვებ და ჩვენ მომავალ პარასკევს შევხვდებით. ძალიან დიდი დიდი მადლობა. მადლობა დათუნა, დიდი მადლობა, წარმატებები ომარ. ამით დასრულდა 25 ივლისის ახალი დღე. ჩვენს ტელემაყურებელს აქვე ვემშვიდობებით და ბედნიერ წარმატებულ დღეს გისურვებთ. კარგ დღეს გისურვებთ დროებით.